ვინ არის ახალი ქმნილება? გამარჯობათ, მშვიდობა თქვენ და ახალი ქმნილება არის ის, ვინც გახდა სხვანაირი ადამიანი. ფერი იცვალა, გადასვლაფერდა და მთლიანად ცხოვრობს სხვა სამყაროში. თუმცა ის ჩვეულებრივად მიწაზე იმყოფება, მიწაზე დადის. სულიწმიდის მადლის მოქმედებით მისმა სულმა განიცადა ფერისცვალება და აი ამ ფერნაცვალების სულით ის უკვე აგრძელებს ახალ სიცოცხლეს ღვთაებრივ მადლში. ღვთაებრივი მადლის სამყარო ეს არის ცათასასუფეველი, რომელიც გაიხსნა ამ ადამიანის გულში. ის არის ზეცის მოქალაქე, როგორც პავლე მოციქული ამბობს, ჩვენი მოქალაქეობა ცათაშინა არს. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნე, ის იმყოფება ჩვენ შორის. ის ამავე დროს არის თავისი ხორციელი და ცოდვილი გრძნობების ტყვე. მიუხედავად ამისა, ის არის ანგელოზი ცათასასუფევლისა, მაგრამ დანარჩენ ადამიანებს ეჩვენება ის როგორც მიწიური ადამიანი. ვინაიდან და რადგანაც ჩვეულებრივი ადამიანს ხშირად ატყუებს საკუთარი ცოდვით დაცემული გონება და გრძნობები, ამიტომ თვალით დანახულით ისინი ვერ ხედავენ სულიერ სიღრმისეულ არსს. ყურით მოსმენილით ვერ იჭერენ ნათქვამის სულიერ აზრს და გონებით ცდილობენ გაიგონ, მანკიერი ცოდვით დაცემული გონებით. ამიტომ მათ არ შეუძლიათ ამოიცნონ ახალი ქმნილება. ახალ ქმნილებას ამოიცნობს ახალი ქმნილება, ხოლო დანარჩენი ადამიანები მას ხედავენ როგორც ჩრდილს, მასში ხედავენ ჩრდილს, ანუ მის გარეგნულ სიბნელეს. როგორც უკვე გითხარით, ახალი ქმნილება არის ცათასასუფევლის ბინადარი. როგორ გახდა ადამიანი სხვა ქმნილება, ახალი ქმნილება? როცა მან დაივიწყა ან ივიწყებს ამ წუთის სოფელს, მან დაიწყო ცხოვრება ღვთაებრივი მადლით. როცა ივიწყებს ან დაივიწყა საკუთარი სხეული, მან დაიწყო სიცოცხლეს სულით. როცა ივიწყებს ან დაივიწყა თავისი ეგოისტური მე, ის იწყებს წმინდა სულით ცხოვრებას. როცა უარყოფს თავისი ბნელი ფიქრების სამყაროს, ის ფერს იცვლის ზეციური სინათლით. როცა უარყოფს მონობას საკუთარი გონებისა, ის მოიპოვებს მარადიულ თავისუფლებას თანაზიარს ქრისტეში. როცა ის უარყოფს რისხვას და სიძვას, შეიმოსება უსაზღვრო, უსასრულო ღვთაებრივი სიყვარულით.